მე დიახაც ჩვენ ველოდებით არ დაგიმალავთ მალე ივანიშვილის ახლო ბიზნეს გარემოცვაში ძიმე სანქციებს. დიახაც ანუ სპონსორები, რომლებიც ნიშნულოვან როლს თამაშობენ ივანიშვილის რეჟიმის ძლიერებაში და აძლიერებდნენ წლების განმავლობაში. ამ ადამიანების დასანქცირებას ველოდებით არა, გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია უდიდესი დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ცალკე აღებული ყველა ბიზნესმენი არის ეგოისტი საბოლოო ჯამში. ანუ ივანიშვილის ბიზნესმენებს გულისხმობ, ხო? ივანიშვილთან ახლოს ყოფნა იმიტომ უნდათ რომ ფული იშოვონ და რისთვისაც არიან ახლოს და რისთვისაც ტვერსასრუტივით შეიწოვა ივანიშვილმა და ესენიც შეეწოვდნენ მას, ხო, ფული ეშონათ და უღირდათ. ეხლა თუ დარწმუნდებიან რომ ელემენტარული რაღაცა საბანკო ბარათიც კი აღარ ექნებათ და მათი მილიონები გაიყინება რა თქმა უნდა დასუსტება ძალიან რბილად არის ნათქვამი ხარებას და გომელაურს ოდესაც ფინანსური სანქცია დაუწეს და მათ ამით ვერ ატკენ ბევრად ეხლა მოდი თქვათ მაგრამ ბიზნესმენისთვის ფინანსური სანქცია ამერიკული სანქცია არის პრაქტიკულად მათი მოსპობა როგორც ანგარის გასაწევი ფიგურანტისა ეს მოხდება არ ვიცი ვინ იქნება რამდენი იქნებიან, მაგრამ რომ იქნება ეს დანამდვილებით ვიცი, იქნება და ეს არ იქნება მაგალითად იმდაგვარი სანქციის გატარება და ეფექტის მოხდენა, როგორც მაგალითად მურუსიძის და ჩინჩალაძის შემთხვევაში ვნახეთ, სხვა ტიპის ექო ექნება ამ ყველაფერს. სხვა ტიპის ექო ექნება, რაც გააძლიერებს პროტესტს მათ შორის რუსთავაზე. გააქვთ ნიკა ამის შესახებ ინფორმაცია, თუ ეს არის თქვენი დაკვირვება, თქვენი ვარაუდი, იმიტომ რომ ვიცით, რომ თქვენ კოალიციას თქვენს გაქვთ კავშირები პარტნიორებთან. ყველაფერი ერთად. დაკვირვებაც, ინფორმაციაც, ყველაფერი ერთად. დანამდვილებით ასე მოხდება. ეჭვგარეშია, ეს იცის ივანიშვილმა კაცმა, რომელსაც აკრძალული აქვს, კიდევ უკვე აკრძალული აქვს ამერიკული დოლარით, ვალუტით, ამერიკის შეერთებული შტატების, აი დოლარში ვაჭრობა ტრანზაქციის შესრულება. კაცი არის მილიარდერი და ვერც ერთ ტრანზაქციას დოლარში ვეღარ ახორციელებს. მოყვება ამას სხვა ვალუტაშიც მსგავსი სანქციის გატარება მის წინააღმდეგ ევროშიც და ირვანკა სტერლინგშიც და ეხლა ამას უყურებს ბევრი მის გარშემო მყოფი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი ივანიშვილის არ ვიცი კარის ბიზნესმენები ტენდერებით გამოზრდილი ადამიანები და მათი სანქცია რომელიც იქნება დარწმუნებული ვარ ძალიან მტკინვეული როგორ შეიძლება არ იყოს რეჟიმის დამასუსტებელი იქნება